გადაწერეთ განტოლება 6x კვადრატს პლუს 3 უდრის 2x მინუს 6 სტანდარტული სახით და იპოვეთ a, b და c. ესე იგი, x კვადრატს დამატებული 3 ტოლი არის 2x მინუს 6-ის. აი, ესეთი გამოსახულება გვაქვს. სტანდარტული სახე რა არის? მოდი გავიხსენოთ. სტანდარტული სახე არის ასეთი განტოლებისთვის, კვადრატული განტოლებისთვის, x კვადრატს დამატებული bx-ი და დამატებული c. ნუ ეს უდრის 0-ს. ესე იგი, ახლა ამას უნდა დავამსგავსო მე ეს განტოლებაც. როგორც ხედავთ, ამისი მთავარი იდეა ის არის, რომ ხარისხები კლებულობს, ანუ ყველაზე დიდი ხარისხი წერია პირველი, შემდეგ უფრო მცირე და შემდეგ კიდევ უფრო მცირე და ასე შემდეგ. ახლა ნახოთ. ესე იგი, 6x კვადრატი მაქვს აქეთ, შემდეგ მოდის x-ის გარეშე მყოფი წევრი და აქეთ მაქვს x-ი და თავისუფალი წევრი. ნუ, ცხადი არის, რომ ერთ მხარეს მინდა მოვაქციო ყველაფერი და გავუტოლო 0-ს. ამიტომ მოდი ამათ პირდაპირ გადმოვიტან აქეთ მხარეს. ანუ ორივე მხარეს გამოვაკლებ 2x-ს და დავუმატებ 6-ს. ესე იგი, გამოვაკლოთ აქაც 2x-ი და დავუმატოთ 6-ი. მაშინ შედეგად გამოგვივა რა? ცუდად გავუშვი ხაზი. შედეგად გამოგვივა ასეთი რამ: 6x კვადრატს გამოკლებული 2x-ი მექნება აქეთ და დამატებული, ნუ 6 + 3 9 არის, პარემ ამიტომ 9-ს დავწერ და მარჯვენა მხარეს მექნება პრინციპში აღარაფერი, იმიტომ რომ 2x გამოვაკლებ 2x-ი და -6 დაემატებ 6-ი. ესე იგი, ეს იქნება 0. ამიტომ მივიღე 6x კვადრატს პლუს, კი არა, უფრო სწორად -2x-ი პლუს 9 უდრის 0-ს. ჩავწერე სტანდარტული სახით. და ახლა მეუბნებიან a, b და c იპოვეო. ნუ ვიცი რომ კვადრატულ წევრს a უნდა ჰქონდეს კოეფიციენტად და ან ასე ვთქვათ, კვადრატული წევრის კოეფიციენტს ეძახიან a-ს, და ამ შემთხვევაში a არის 6, ამიტომ a უდრის 6-ს. შემდეგ b არის x-იან წევრთან, ანუ x-ის პირველ ხარისხიან წევრთან. და ამ შემთხვევაში ეს არის -2, არ შეგეშალოთ და ეს უბრალოდ მინუსი არ არის მაგალითის, ეს არის ამ რიცხვის მინუსი. ამიტომ -2 არის b აქ, ესე იგი b უდრის -2-ს და ბოლოს c არის თავისუფალი წევრი და ამ შემთხვევაში c უდრის 9-ს.